19 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიპიძე წარმოგიდგენთ. რამდენიმე წუთში თქვენ ახავთ. ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია. რა გეგმებით ტოვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო დარბაზს? ერთი წუთი ეჭვერემყარებოდა, რომ ეს საქმე ესე დამთავრდებოდა. მიუხედავად ამისა, ორი საქმე კიდევ მიმდინარეობდა. სრულდება ალბათ იმ პირობებში. აქტიური ადამიანი ვარ, ჯერჯერობით ასაკიდან გამომდინარე. დასაქმებული ყოფილი მაღალჩინოსნები კოკა სეფერთელაძე, ლადო ვარძელაშვილი და რუსუდან კერვალიშვილი მერიამ უსამსახურო დარჩენილი ყოფილი მინისტრებისა და დეპუტატებისთვის 4 სამეთვალყურეო საბჭო შექმნა. ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები და მათი ოჯახის წევრებისთვის ქალაქ თბილისის მერია, ანუ ბიუჯეტის ხარჯზე მათ დაუნიშნა ხელფასები იმ სამეთვალყურეო საბჭოებში, რომლის შექმნის აუცილებლობა სერიოზული კითხვის ნიშანს აჩენს. რესტავრირებული ბაგრატის შიდა იერსახე მიზეზები, რის გამოც ტაძარი შესაძლოა მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღონ. კონსტრუქციები შიგნით რო გააკეთეს, მე მიწარო ამოთხარეს იქ რაღაცა რომ ეს ძაღლს ცulis ეს უკვე აღარ არის ბაგრატის ტაძარი. მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენებმა არ იცოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ზეწოლა კიდე იმას გავიმეორებ, რომ ზეწოლა იყო ძალიან დიდი. თვენახევრიანი პატიმრობა დასრულებულია. ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან გამოუშვეს. სამსახურებრივი გულგრილობა, შეიარაღებული ფორმირების შექმნა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და ქრთამის აღება. მოწმეთა შეცვლილი ჩვენებების გამო 4-დან 2 ბრალდება მოიხსნა. დანარჩენ 2 საქმეზე კი თავდაცვის ექს-მინისტრს პატიმრობა 10 და 15,000 ლარიანი გირეოთი შეეცვალა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ ყოფილი მაღალჩინოსანი საფრანგეთიდან საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდა. სამართალდამცავებმა ექს-მინისტრი აეროპორტშივე დააკავეს. ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთან ერთად დატოვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ერთი წუთი ეჭვერემყარებოდა, რომ ეს საქმე ესე დამთავრდებოდა. მიუხედავად ამისა, ორი საქმე კიდევ მიმდინარეობდა. სრულდება ალბათ იმ პირობებში. ანალოგიური დაწყვეტილებას ველოდებით იმ საქმეებთან დაკავშირებით. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და პოლიტიკაში დაბრუნება არ გამორიცხა. ცოტა რთულია დღეს მაგისმა, მაგრამ ნახოთ, აქტიური ადამიანი ვარ, ჯერჯერობით ასაკიდან გამომდინარე. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის 2 პროცესი გაიმართა. 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი 15,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. მე ვფიქრობ, თავიდან მართლაც ჩვეული ინერციით მიდიოდა, ასე ვთქვათ, პროკურატურის საქმიანობა, მაგრამ მას შემდეგ ვფიქრობ, რაც რეალური სურათი დაინახეს ერთ საქმეზე, მეორეზე, მესამეზე, то ფაქტიურად ხელში აღარაფერი არ შერჩათ და ამ ხრივ ობიექტურად გადააფასეს სიტუაცია და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღეს საკითხთან დაკავშირებით. მეორე პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილსა და მასთან ერთად დაკავებული 7 პირის საქმე განიხილეს. შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიება გუშინ შეუცვალეს და მას 10,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. შემდგომლობის განხილვა მიმდინარეობდა 2 საათნახევრის განმავლობაში, დათბირებდა მოსამართლე. შემდგომლობა დაკმაყოფილებული იქნა, შეეცვალა ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 15,000 ლარი გირაოთი, რის შედეგადაც ის დარბაზიდან განთავისუფლდა. ის უკვე თავისუფალია და დარბაზში ზის. შესაბამისად მეორე სხდომა რომ დამთავრდება, თავისით დატოვებს. ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთიდან დაბრუნებისას 4 ბრალდება ჰქონდა წაყენებული. აქედან 2 საქმეზე მას სასამართლომ ბრალდება მოუხსნა. შეიარაღებული ფორმირების შექმნა მეთაურობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 14 იანვარს განახლდება, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე სასამართლო 15 იანვარს იმსჯელებს. სასამართლო კიდევ ერთი მაღალჩინოსნის საქმის განხილვას იწყებს. არჩევნების შემდეგ ორჯერ დაკავებული და ორივეჯერ გირაოთი გათავისუფლებული თენგიზ გუნავას წინააღმდეგ 3 ეპიზოდი ჩნდება. ამიტომ გუნავა, რომელიც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად პრეზიდენტმა გუშინ დანიშნა, შესაძლოა ისევ დააკავონ. ახალი რწმუნებული ახლა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. არასამთავრობო სექტორი კი ქვეყნის პირველ პირს იმ კანონს ახსენებს, რომელიც ბრალდებულის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კრძალავს. სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად თენგიზ გუნავას დანიშვნიდან ერთ დღეში ახალი რწმუნებული საქმე საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. პროკურატურა გუნავას ამავე რეგიონში პოლიციის უფროსად მუშაობის დროს უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. საგამოძიებო სამსახური პრეზიდენტის რწმუნებულს გენერალური ინსპექციის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დიდი ოდენობით საწვავისა და თანხების მითვისებაშიც ედავება. 2012 წლის 31 მარტს ზუგდიდის რკინიგზის სადგურში მომხდარი ინციდენტი, სადაც ბატონმა გუნავამ დაჭრა 2 ადამიანი. თენგიზ გუნავა არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ სცნობს. ეს არის აბსოლუტურად სიცრუე, რასაც ამბობენ.
ახლა შეიძლება ხვალ კიდე რაღაც გამოჩეს რომ ვიღაცამ თქვას ეგ არის უბრალოდ პირდაპირ მინიშნება მე რამოდენიმეჯერ ვთქვი რომ ეგ არის პოლიტიკური პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორად ამავე რეგიონში ნაყოფიერი მუშაობისთვის დანიშნა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში კანონის დარღვევას ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საჯარო მოხელი არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე თუ მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. ბატონ გუნავას მიმართ ამ მომენტისათვის მიმდინარეობს სისხლისამართლის საქმის წარმოება. ახალგაზრდა იურისტებისგან განსხვავებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს ყოფილი მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობა კი პრეზიდენტის მიერ ბრალდებული პირის მაღალ თანამდებობაზე დანიშნას უმართებულად მიიჩნევს. კანონის დაცვისაგან სრულიად განუყოფელია პოლიტიკურ პროცესში ადამიანის რეპუტაცია, მის მიმართ არსებული ნდობა, მისი კომპეტენციები და აი ამ ყველაფრით ხელმძღვანელა პრეზიდენტმა, როდესაც გააკეთა არჩევანი ბატონ გუნავას. ასეთი პირის დანიშვნა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საჯარო სამსახურში არ არის სწორი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურამ 29 ნოემბერს დაკითხვის შემდეგ მეორედ დააკავა. თუმცა საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. გუნავა საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 16 იანვარს არის ჩანიშნული. რატომ იცრუა ოლეგ მელნიკოვის ადვოკატმა კიევში დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის დამცველის განცხადება აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. ადვოკატის მტკიცებით უკრაინის სასამართლომ ქართულ მხარეს მელნიკოვის გადაცემაზე უარი უთხრა. ამ ინფორმაციას არც საქართველოს და არც უკრაინის პროკურატურა არ ადასტურებს. მეტიც, უკრაინის სამართალდამცავი უწყების ცნობით პატიმარს უკვე ამზადებენ საექსტრადიციოდ. ქვეყნიდან წასულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს პოლიციელის ცემა შეედება ბრალი. საუბარია 2005 წელს რესტორან ძველ სახლში მომხდარ ინციდენტზე. უკრაინის გენერალური პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციაზე უარის თქმას უარყოფს. შევჩენკოს რაიონულმა სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან ოლეგ მელნიკოვის საექსტრადიციო პატიმრობაზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქართული მხარისთვის მის გადასაცემად საჭირო მოთხოვნები შეესრულებინა. ექსტრადიციაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დღეს მელნიკოვის ადვოკატმა მალხას ველიჯანაშვილმა გააკეთა. მისი ინფორმაციით მელნიკოვმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღზრდის შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო, რის შედეგადაც კიევიდან საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა. მათ არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, ისინი ვერ ახერხებენ ექსტრადირებას და ითხოვენ კიდევ ვადის გაგრძელებას. როცა ტელევიზიით გახდა ცნობილი, რომ მას ბრალი წაუყენეს, ის იქიდან დაიწყო უკვე იმის პასპორტის აღება და ის მოძრაობა, რომ უნდა მას საქართველოს ჩამოსვლა და თავის გამართლება. ინფორმაციის გადასამოწმებლად უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ. ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. უკრაინის გენერალურ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება. გუშინ ჩატარდა სასამართლოს ხდომა, სადაც სასამართლომ განიხილა არა ექსტრადიციის საკითხი, არამედ პატიმრობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი. უკრაინულმა მხარემ გვაცნობა, რომ საქართველოს მხარისგან არ ითხოვენ არანაირ დამატებით დოკუმენტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლმა კიევში 7 დეკემბერს დააკავა. მას ბრალი 2005 წელს მთაწმინდა კრწანისის პოლიციის თანამშრომლის ცემასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა შეედება. ამავე ბრალით ინტერპოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს სოსო თოფურიძეს, დათა ახალაიასა და გერონტი ალანიასაც ეძებს. საერთაშორისო ძებნა გამოცხადა ქვეყნიდან წასულ კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანზე. ზურა ადეიშვილის წინააღმდეგ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოდან მასალები მიიღო. გადაგზავნილია საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მასალების შესწავლის შემდეგ საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის გენერალური სამდივნო იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ძებნას გამოაცხადებს და მის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა ინტერპოლის წევრ ქვეყნებში კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება. დღეს მივიღეთ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩვენი საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ. 10 იანვარს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა თავისი განჩინება, რითაც დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევასა და პასპორტების მოქმედების შეჩერებასთან მიმართებაში.
გეგი ქელბაქიანს კი ბრალდება დაუმძიმდა თბილისის წყლის ყოფილ ხელმძღვანელს ახალ საქმეზე ედავებიან. კომპანია NCC-ის ხელმძღვანელს ამჯერად ყალბი დოკუმენტის შედგენასა და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღებაში ედება ბრალი. საუბარია შავი ზღვის ქუჩაზე შეძენილ ერთ-ერთ ფართზე. ამ საქმეზე სასამართლო 16 იანვარს წინა ბრალდებასთან ერთად იმსჯელებს. ნოემბერში დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ქელბაქიანი გირაოთია გათავისუფლებული. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ თბილისის წყლის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი დაუმძიმდა. ამჯერად გეგი ქელბაქიანს ბრალდების მხარე $300,000 გათეთრების ფაქტს ედავება. საუბარია თბილისში შავი ზღვის ქუჩა 6 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთის ყალბშესყიდვაზე. საქმის მასალები ქელბაქიანის ადვოკატს უკვე გადაეცა. იგი არ ცნობს თავს დამნაშავედ, თუმცა ფაქტს რა თქმა უნდა ადასტურებს ეს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება გახდა ნასყიდობის ჩვეულებრივად. ადამიანმა მიიღეს ფული, მან გასცა ეს ფული და გამოძიების მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ გეგი ქელბაქიანმა მიწის ნაკვეთი 2009 წელს მოქალაქე ბესარიონ პაპისმედოვისგან $80,000 შეიძინა. თუმცა დოკუმენტაციაში სამჯერ მეტი თანხა მიუთითა. მიწის ნაკვეთის შესყიდვა ქელბაქიანის კუთვნილ კომპანიას NCC-ის ანგარიშებიდან მოხდა. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტს ადასტურებს. მან არის $300,000 ეკვივალენტი ლარებში. ჩვენთვის ცნობილია ის, რაც ჩვენთან ბუღალტერიაშია დაფიქსირებული. რაც შეეხება ფულის გათეთრებას, ჩვენთვის კომპანიის თანამშრომლებისთვის ეგ დეტალები ნამდვილად უცნობია. ისი აშენებულია ვინ არის, რამე ისე ლაპარაკი მიდის. რაღაცა ლაპარაკი გავიგონე, რომ ვითომ მოგულავასია ეგეთი ლაპარაკი. გეგი ქელბაქიანის კომპანიის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. იქ მცხოვრები მოსახლეობა ობიექტის მშენებლობას დღემდე აპროტესტებს და მის დემონტაჟს მოითხოვს. შავი ზღვის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მშენებლობის უკან ქალაქის მერი გიგი უგულავა დგას. პარადოკის ნაკვეთი იყო, მაგრამ ეხლა და თვითონ იყიდა ეს ნაკვეთი თუ რა არ ვიცი. მაგრამ მოსახლეები არ უნდაოდნენ რომ ეს აშენონ. იმიტომ რომ უშლის ამ კორპუსს. მაგრამ მაინც ააშენეს. ასე პერიოდულად დაიწყებენ, პერიოდულად გაჩერდება. ვინ არიან? რა წარმოქმნა არავინ არ ვიცით. გეგი ქელბაქიანს ახალი ბრალდებისთვის ამ დრომდე არ უპასუხია. ბიზნესმენი სამართალდამცავებმა 11 ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. თუმცა სასამართლომ ბიზნესმენს პატიმრობა $150,000 გირაოთი შეუცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გეგი ქელბაქიანი გიგი უგულავას ახლო მეგობარია. პოლიტიკურმა ოპოზიციამ მისი დაკავება ქალაქის მერზე ზეწოლად შეაფასა. მეგობრის დაკავებას თავად გიგი უგულავა ასევე სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ ქელბაქიანის დაკავება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს. რადგან თქვენ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ მეც დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით. გეგი ქელბაქიანის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს 16 იანვარს საქალაქო სასამართლო განიხილავს. პროკურატურამ შესაძლოა გახმაურებული საქმის ხელახალი ძიება დაიწყოს. პატიმარი, რომელიც ლევან კალაძის მკვლელობისთვის იხდის, სასჯელს კბილაშვილის უწყებას მასალების გადახედვას თხოვს. ლევან ცინცაძე საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობს და მზად არის შესაბამისი მტკიცებულებებიც წარმოადგინოს. მსჯავრდებული, რომლის ექსტრადიცია სანქტ-პეტერბურგიდან 7 წლის წინ მოხდა, კახი კალაძესაც მიმართავს. ძმის მკვლელობის თავიდან გამოძიების წინააღმდეგი არც ენერგეტიკის მინისტრია. ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებული ლევან ცინცაძე საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. განცხადება პროკურატურაში მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღეს შეიტანა. ამბობს, რომ დღესაც რომ გაუყონ ციხის კარები და უთხრან, რომ ის არის თავისუფალი, არაპირებს გამოვიდეს ციხიდან, ვიდრე არ დაამტკიცებს მის უდანაშაულობას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ლევან ცინცაძე 25 წლიან სასჯელს იხდის. ლევან კალაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საჩივარში მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს და საქმესთან კავშირს უარყოფს. ოჯახის წევრების ცნობით ცინცაძე საპატიმროში უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. როდესაც 7 წელია უდანაშაულოდ ადამიანი იხდის, არ იცის ვის გამო და რის გამო და საპყრობილეშია, ცოტათი რაღაც უფრო ზედმეტად გრძნობიარეთ განიცის ამ ყველაფერს. გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით ლევან კალაძე 23 მაისს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. საქმე 2006 წლის თებერვალში გაიხსნა. ეჭვმიტანილის სტატუსით მაშინ მერაბ ამისულაშვილი დააკავეს. მისი ჩვენების საფუძველზე გამოძიებამ კიდევ 3 პირი, დავით ასათიანი, თემურ გაგნიძე და ლევან ცინცაძე დააკავა. სასამართლომ ყველა ეჭვმიტანილი დამნაშავეცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით მიმართავს კალაძეების ოჯახს, ვინაიდან იცის, რომ ეს არის მათთვის ძალიან მტკივნეული თემა, მაგრამ
თხოვს, რომ დაეხმარონ იმისთვის, რომ რეალურად იქნეს დადგენილი თუ ნამდვილად ვინ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული და ის მზად არის, რაც მას შეუძლია ამ მიმართულებით იმუშაოს. ძმის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართვას კახი კალაძე პასუხობს. ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ დაკავებული პირების გარდა მისი ძმის მკვლელობის საქმეში კიდევ რამდენიმე პირია გარეული. მე გამაშნია კითხვები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მარტო ეს ადამიანები ამ ხელა საქმეს ვერ გააკეთებდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს რამოდენიმე პიროვნება, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ზედამხედველობდა ამ ყველაფერს და მფარველობას უწევდა. ძალიან მალე ესეც გაირკვევა, დარწმუნებული ვარ. გამოძიების ინფორმაციით ლევან კალაძე გამტაცებლებმა 2001 წლის 14 ივნისს გამთენიისას მოკლეს და მისი ცხედარი ვაზისუბნის ტერიტორიაზე მდებარე ხევში მიატოვეს. რკინის კონსტრუქციები და მინის კედლები ასეთია რესტავრირებული ბაგრატის შიდა იერსახე. ტაძრის დათვალიერების შემდეგ ხელოვნებათმცოდნეები თანხმდებიან, რომ ძეგლმა ავთენტურობა დაკარგა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალ ხელისუფლებას ბაგრატის იუნესკოს სიიდან ამოღების შესახებ უკვე აცნობეს. იმ ფაქტს, რომ მე-11 საუკუნეების ძეგლის იერსახეში თანამედროვე ელემენტები გაჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელიც ადასტურებს. თუმცა ნიკა ვაჩეიშვილი რესტავრაციით მაინც კმაყოფილია და ბაგრატის ტაძრის ახალ იერსახეს ასეხსნის. ტრადიციულთან შეხამებული 21 საუკუნის სინთეზი. რა ზეწოლაზე საუბრობენ ხელოვნებათმცოდნეები, გვანცა პაპავაძე კი ამბობთ. მე-10 საუკუნეში აგებული უძველესი ძეგლი დღეს ასე გამოიყურება. ეს ბაგრატის ტაძრის შიდა სივრცეა. ტრადიციული და ტრადიციულთან შეხამებული 21 საუკუნის სინთეზი. ასე აფასებს ნიკა ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძრის გარეთ და შიგნით აგებულ კონსტრუქციებს. ის მინაშენი, რომელიც 1 საათში შეიძლება დაიშალოს უკან. არის კიბის უჯრედი, რომელიც სამღვდელოთ და მიმსვლელს გაუადვილებს და აძლევს საშუალებას ავიდეს პატრონიკის სართულზე. ლიფტი ბაგრატის ტაძარში არ არის. ეს ყველას თხოვ, ჩავიდეს ბაგრატის ტაძარში, მოილოცოს და ნახოს იქ რა სამუშაოები არის ჩატარებული. ბაგრატის ტაძრის იერსახის დარღვევაზე საუბრობს ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე. ხელოვნებათმცოდნე თამილამ გალობლიშვილი კი ამბობს, რომ ძეგლის რესტავრაციის შემდგომი საფრთხეების შესახებ ცნობილი წინასწარ იყო. კონსტრუქციების შიგნით რო გააკეთეს, მე ვიწარო ამოთხარეს იქ რაღაცა, რომ ეს ძეგლს ცვლის, ეს უკვე აღარ არის ბაგრატის ტაძარი. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენებმა არ იცოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ზეწოლა კიდე იმას გავიმეორებ, რომ ზეწოლა იყო ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული რესტავრაციის გამო ძეგლი მალე შესაძლოა იუნესკოს სიიდან ამოიღონ, მეუფე კალისტრატესთვის აღდგენილი ტაძრის იერსახე მისაღებია. ფაქტიურად, ჩემი ოცნება იყო. მე ქართველი კაცი ვარ და მე არც ნაცისტი ვარ, მაგრამ ყველა თავის კულტურას, ისტორიას ჭეშმარიტ იცავდა, სულიერებას. ეს ტაძარი არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო. მე კიდე ვიძახი, ლოცამ იმ ქართულ ტრადიციულ სულიერაზროვნებას, რომელიც თვალებით გულით აზროვნებს. ეს არის საქართველოს გულისცემა, იცოდეთ. გულისცემა და ვინც ამას შეხედავს არას, ის ავადმყოფია. მამა ზინობი, რომელიც ბაგრატის ტაძარში 15 წელი მსახურობდა, თავის მხრივ რესტავრაციით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ ძეგლს სამუშაოები არასწორი მეთოდით ჩაუტარეს. რესტავრებული ნამდვილად არ არის. ეს არის თავიდან აშენებული. რესტავრაცია იმას არ ნიშნავს იმას, რომ რამოდენიმე თვეში აღდგენილი იყო და აშენებული. ბაგრატისა და გელათის ტაძრების იუნესკოს სიიდან ამოღების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ვითარებიდან გამოსავალს ახლა კულტურის სამინისტრო ეძებს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. პროექტს დღეს დიპლომატიური კორპუსი გაეცნო. პარლამენტის ადგილმდებარეობა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. მოსალოდნელი ორი ცვლილების მიმართ უმცირესობის უარყოფითი განწყობა უკვე ცნობილია, თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ცვლილებების წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავს. როგორია დიპლომატების პოზიცია და რა შენიშვნები აქვს კანონპროექტთან მესამე სექტორს. თაია მახარაშვილი დეტალებით. პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დიპლომატიურ კორპუსს დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერთან ერთად გააცნო. დავით უსუფაშვილმა ელჩებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საფუძველი და მიზეზები განუმარტა. ამბობს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას მთავარი ამოცანა კონსენსუსის მიღწევაა. პროექტებისთვის მხარდაჭერა ეს ნიშნავდეს არა იმას, რომ ყველა ვინც ხარი დაუჭირა მაინც და მაინც კოალიცია ქართული ოცნების წევრი გახდა. არამედ ყველას კონდეს საშუალება ამ შემთხვევაში უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ თუ თვლიან, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილებები სწორია ქვეყნისთვის და მათ შორის მათთვისაც, მათ კონდეს საშუალება მხარი დაუჭირონ ამ პროექტს.
ელჩები საკითხის გადაწყვეტას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გაგოცნეს საკონსტიტუციო ინიციატივა. ამ საკითხის გადაწყვეტა პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქართველი მოსახლეობისთვის. ეს იქნება უმრავლესობის მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი შეთანხმება ქვეყნისათვის. დიპლომატიური კორპუსიც აქტიურადაა ჩართული ამ საკითხის განხილვაში. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივას მედიაკავშირ ობიექტივთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ბიზინა ივანიშვილი ამბობს, რომ ცვლილებების წინააღმდეგ წასვლა საპარლამენტო უმცირესობაც ვერ გაბედავს, რადგან პროცესი დემოკრატიულია. ვერც ერთი დეპუტატი უმცირესობიდანაც ვერ გაბედავს, რომ ამის წინააღმდეგი წავიდეს. აი ესე წარმომიდგენია, იმდენად აშკარაა ეს, რომ ეს არის დიქტატორზე აგებული კონსტიტუცია. ნაციონალური მოძრაობა მკვეთრ პოზიციას მხოლოდ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით აფიქსირებს. პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხი კი გოკა გაბაშვილის თქმით პრიორიტეტული არაა. პარლამენტი უნდა მუშაობდეს ქუთაისში და ეს მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვისაც, ქუთაისისთვისაც, იმერეთისთვისაც. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ჩვენთვის ახლა ამ ეტაპზე პრიორიტეტული საკითხი არ არის. სამოქალაქო საზოგადოებას გარკვეული შენიშვნები აქვს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ კონსტიტუცია ძირეულ გარდაქმნას საჭიროებს და არა კოსმეტიკურ ცვლილებებს. ცვლილებები, რომელიც მიმართულია დროებით რაღაცა პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებისკენ და განპირობებულია კონკრეტული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ეს არ იქნება სტაბილური ცვლილება და პირიქით კონსტიტუციის წამდაუწუნცვლა მიგვიყვას უფრო არასტაბილურ სიტუაციამდე. კრიზისის მოგვარებას ემსახურება აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა გაუგებარია რა აუცილებლობა იყო პარლამენტის როგორც ინსტიტუტის უფლებამოსილების შესუსტება იმ მიზნის მისაღწევად, რასაც იდეაში ეს საკონსტიტუციო პროექტი უნდა ემსახურებოდეს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა 15 იანვრიდან დაიწყება. საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს 9 ქალაქში გამართავს. თებერვლის დასაწყისში კი მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად გადაეცემა. მერიაში შექმნილი სპეციალური სამსახურები, სადაც ყოფილი დეპუტატები და მაღალჩინოსნები დაასაქმეს. რუსუდან კერვალიშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გენდერის საკითხებს კურირებს. ამავე კომპანიაში არიან ხათუნა ოჩიაური და კოკა სეფერთელაძე. კობა ხაბაზი კი ლადო ვარძელაშვილთან ერთად შეპესეს სინათლის ქალაქში მუშაობს. მერიას დაქვემდებარებული 4 კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოებში ასევე შედიან გიორგი ასანიძე, ეკა ხერხეულიძე და გიგა ნასარიძე. 4-ვე საბჭო არჩევნების შემდეგ არის შექმნილი. ყოფილი მაღალჩინოსნები დაასაქმნენ ექსპარლამენტარებსა და მართველი პარტიის უმუშევრად დარჩენილ წევრებზე დედაქალაქის მერია მიზრუნა. სპეციალურად მათთვის მერის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიებში სინათლის ქალაქი, ჰერმესი, თბილსერვისი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტების საკრებულოს ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გააცნო. კობა ხაბაზე არ ემაჩნია, რომ სინათლის ქალაქის სპეციალისტია, ანუ გარეგანათების სპეციალისტია, ანუ ვლადიმერ ვარძელაშვილი, ასევე კითხვას ბადებს რუსუდან კერვალიშვილი სატრანსპორტო სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელი განათლების მიხედვით გახდა და რატომ გახდა. კობა ხაბაზი ადასტურებს, რომ იგი კომპანია სინათლის ქალაქის სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმდა. მისი მოვალეობა სინათლის ქალაქის შემოსავლების სწორი და სამართლიანი განაწილებაა. სამეთვალყურეო საბჭოს აქვს თავისი დებულება, რომელიც არის საკმაოდ ცვლად გაწერილი, შედის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებში ძირითადად სამუშაოების ორგანიზება, შედის შემოსავლების სწორი განაწილება. დანარჩენ კომპანიებში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ცნობილია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მრჩეველი გენდერულ საკითხებში რუსუდან კერვალიშვილი იქნება. ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ხათუნა ოჩიაური, გიორგი ასანიძე, აკაკი სეფერთელაძე და გიგა ნასარიძე. თბილსერვის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ეკა ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი და დავით იოსელიანი. მეცხრეახის გადამღებმა ჯგუფმა ინფორმაციის გადამოწმება აღნიშნულ კომპანიებთან სცადა, თუმცა ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, რომ მერის ნებართვის გარეშე კომენტარს არ აკეთებენ. ეგრევე მითხრა, რომ არის მერიის სამსახური გაურეკონო და იქიდან შესამსახური გაურეკონო. შეხიაშვილის ინფორმაციით აღნიშნულ კომპანიებში სულ 36 ადამიანია დასაქმებული. საბჭოს წევრების ანაზღაურება კი თვეში 2500 ლარია.
მარტო ხელფასებისთვის დავთვალეთ დაახლოებით 1,100,000 ლარია და ამას ემატება პრემიები, ტრანსპორტის საწვავი, სატელეფონო ხარჯები, დაახლოებით სავარაუდოდ ეს 2,5 მილიონი სადაც შეიძლება ცდებოდეს ეს თანხები. უმცირესობის წევრის გოგა გაბაშვილის განცხადებით მერია სრული უფლება აქვს გადაწყვეტილება თავად მიიღოს და ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. მერიას აქვს უფლება შექმნას შეპსეები, ამაში არაფერი უკანონო არ არის. თვლი რომ ეს შეპსეები მთავარია კარგად მუშაობდნენ, სინათლის ქალაქი მუშაობს, რომ ქალაქს ანათებდეს. რატომ გადაწყდა არჩევნების შემდეგ მერის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოების შექმნა და რა ფუნქციები ექნებათ აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებულ ყოფილ დეპუტატებს მერიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. სტეფანწმინდაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მოსკოვური მთამსვლელები გარდაცვლილები იპოვეს 6 საათიანი ძებნის შემდეგ ზოვის ქვეშ მოყოლილთა ცხედრებს ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მიაგნეს. მყინვარწვერისკენ მიმავალი 4 კაციანი ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი წევრი კი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. მეტეოსადგურსა და გერგეთის სამება შორის ზვავე გუშინ ჩამოწვა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სერგეი სტეპანოვი, სტეფან სტეპანოვი და სერგეი მოვჩინი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა გარდაცვლილები იპოვნეს. სტეფანწმინდაში ალპინისტური ექსპედიციის დაკარგული წევრები სამძებრო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა დღეს დილიდან ამინდის გაუმჯობესებისთანავე განაახლეს. 3 საათი ვეძებდით დაახლოებით 3 სამწუხაროდ გარდაცვლილი დაგვხდა. და ნუ ეხა დავამთავრეთ სამძებრო სამუშაო. ერთი ცოტა ზეური იყო ეს მეტრაზე დაახლოებით, დანარჩენი 2 მეტრამდე დაახლოებით ესე და ნუ გაგვიჭირდა. ალპინისტური ექსპედიციის წევრები 10 იანვარს მყინვარწვერზე ბეთლემის გორებზე ჩამოწოლილმა ზვალმა მოიყოლა. ცუდი ხილვადობის გამო დაკარგულების საძიებო სამაშველო ოპერაცია შეფერხებით მიმდინარეობდა. ვედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია შევიტყვეთ წყლაში, როდესაც უკრაინელმა ტურისტებმა მყინვარიდან ჩამოიყვანეს ერთი გადარჩენილი. სამაშველო სამუშაოები ვერ დაიწყოთ იმის გამო, რომ ამინდი იყო ძალიან ცუდი და ხილვადობა არ იყო. დღეს დილით ერთმანეთში დაიწყო სამაშველო სამუშაოები. სამწუხაროდ აღმოჩენილი იქნა 3 გვამი, რომლებიც გადასვენებულნი იქნენ თბილისის ექსპერტიზას. დღეს სპეციალური რეისით ყაზბეგში გარდაცვლილების ოჯახის წევრები ჩაფრინდნენ. საავადმყოფოდან გაეწერა უბედურ შემთხვევას გადარჩენილი სტეპანოვების უფროსი ვაჟი. მისი მდგომარეობა ამჟამად სავსებით დამაკმაყოფილებელია. განმეორებით შეხებაზე არსებობს ესეთიც და სპირტის დამგრძნობელობაზე და ყველა თითში მგრძნობელობა აღუდგა. წამოვიდა გრანულაციური ქსოვილი, გამოჩნდა საღი გრანულაციები. შემდგომ მკურნალობას გააგრძელებს უკვე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გარდაცვლილები ექსპერტიზაზე თბილისის პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ცხედრები დაღუპულთა ოჯახებს გადაეცემათ. ახლა გამოშვებაში რეკლამის რვა რამდენიმე წუთში დღის სხვა მთავარი თემები. ზესტაფონსა და თეთრი წყაროში გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის გამო ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მართავენ. ჩვენი კანდიდატურა გყავს, გამგებელი დასვან აირჩიოს საკრებულომ და დასვან ჩვენი გამგებელი. ჯგუფს ხარ დავიწყებ, ძალადობას ნამდვილად არ ვაპირებთ. შეგვიშვება, შევაქიმუშავებ თუ არა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. საქმით შესაძლოა საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს. თუ ქონდა ადგილი მართლაც კორუფციულ გარიგებას, რა თქმა უნდა, ამისთვის პასუხი უნდა აგოს ნებისმიერ მხარემ. ბაზარზე წილობრივი გადანაწილება ამ სამ კომპანიას შორის ის იმდენად განსხვავებულია, რომ ბილაინი ჯერჯერობით მაინც შედარებით პატარა კომპანიად რჩება. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. გამგებლების გამო საქართველოს რეგიონებში ისევ ხმაურია. აბაშის, წალენჯიხისა და ლანჩხუთის შემდეგ საპროტესტო აქციები ამჯერად თეთრი წყაროში დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი გამგებელთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომასაც ითხოვს. დაპირისპირებაა ზესტაფონშიც, სადაც გარემოვაჭრეები ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატს უნდობლობას უცხადებენ. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა გამგეობის შენობაზე პიკეტირების მოხსნას სცადეს. იმისათვის, რომ თანამშრომლები გამგეობის შენობაში შესულიყვნენ, სამართალდამცავებმა ცოცხალი კორიდორი გააკეთეს. თითქმის 2 თვეა, რაც ადგილობრივები ნაციონალური მოძრაობის კადრების, გამგებლის ზურაბ ციკლაურისა და საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი მესტვირიშვილის გადადგომას ითხოვენ. ვინმე ჩამოვიდეს, მოგვაქციოს ყურადღება უმრავლესობიდან, რა თქმა უნდა, და რაც ვიბრძოლეთ, ერთი ადამიანი ჩვენი კანდიდატურა გყავს, გამგებელი დასვან
აირჩიოს საკრებულომ და დასვან ჩვენი გამგებელი. პოლიციას პატივისცემთ, იმიტომ რომ ემსახურება თავრობას, ახალ თავრობას. აქციის დაშლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი თავად გამგებელმა გააკეთა. არ ვაპირებ გადადგომას. საკრებულოს თავმჯდომარეს თვითონ გითხრით. ჯგუფს ხო არ დავიწყებ, ძალადობას ნამდვილად არ ვაპირებთ. შეგვიშვებენ, შევხვდით, მუშაობთ თუ არა და ხმაური იყო ზესტაფონშიც. ადგილობრივი მოვაჭრეები გამგეობის შენობაში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტში შეიჭრნენ. ჩვენი მოთხოვნა არის დაგვაყენონ ჩვენ დასაქცევ ბაზარში. არ მინდა მე კომფორტი და სავაჭრო ცენტრები. რატომ და ვინ აიძულებს გოგი ქავთარაძეს? ვინგია იმათ უკან რომ მან ზესტაფონში ყველაფერი ტყვილი მოიტანოს. რასაც შეგვკვირდა არაფერი არ შეგვისრულა. ძველი ბაზარის მოვაჭრეები ახალ ბაზარში გადასვლას აპროტესტებდნენ. და მაჟორიტარი დეპუტატისგან მათი პრობლემებით დაინტერესებას ითხოვდნენ. რაიონის დეპუტატი გოგი ქავთარაძე დღეს მოვაჭრეებს არ შეხვედრია, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა. მოვაჭრეები ქართული ოცნების დეპუტატს უნდობლობას უცხადებენ. მე ასე მგონია, რომ ეს არის პროვოცირებული. მე ამ საქმეში არ გავერევი. იმიტომ რომ ეს არის კერძო მესაკუთრის რაღაცა პრობლემა, რომელიც ეჯახება ასევე კერძო მესაკუთრის მოვაჭრეთა შიგნით შენობაში ვინც არიან და ერთმანეთთან ვერ იპოვეს საერთო ენა. ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. სოფლიო პატრიარქის ვიზიტი საქართველოში დღე მეორე ბართოლომეოს პირველი ანდრია პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდა. სოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი იერარქი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ბართოლომეოს პირველმა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. მოგვიანებით სოფლიო პატრიარქს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. აუდიენციას პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრო. ბართოლომეოს პირველი თბილისი ილია მეორის საიუბილეო თარიღისა და მისი ინტრონიზაციის 35 წლის თავის აღსანიშნავად სტუმრობს. უნეტარესო საყვარელო და პატივცემულო ძმაო, საქართველოს პატრიარქო ბატონო ილია. ამჯერად ჩვენი აკოფნა ემთხვევა თბილისის საყდარზე თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობის 35 და დაბადებიდან 80 წლის თავს. ჩვენ სიხარულს კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ ამ უნივერსიტეტის დამაარსებელი თქვენ ბრძანდებით. ამით საქართველოს ახალგაზრდებს საშუალება მიეცით, რომ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებთან ერთად დაეუფლონ მართლმადიდებლური ქრისტიანობის სულიერ მონაპოვარსა და ეროვნულ მემკვიდრეობას და ტრადიციას. შეხვედრა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხაზი გაესვა წმენის და განათლების, ცოდნის, ერთიანობის და აუცილებლობის საკითხებს და პატრიარქის ღვაწლი ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ დაფასდა. ამ წუთებში კი მსოფლიო პატრიარქი ფილარმონიაში იმყოფება დიდ საკონცერტო დარბაზში კათოლიკოს პატრიარქის 80 წლის იუბილისა და აღსაყდრებიდან 35 წლის თავის აღსანიშნავად კონცერტი მიმდინარეობს. ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე ჩაგორთობა ახლა ფილარმონიიდან პირდაპირ ეთერში. გვანცა, ვინ მონაწილეობს კონცერტში? პატრიარქის საიუბილეო საღამო დაახლოებით საათნახევარია, რაც მიმდინარეობს. საღამოს ესწრებიან მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, სერბეთის პატრიარქი, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიის მიტროპოლიტი და სხვა საპატიო სტუმრები. აქ ასევე მოსულები არიან უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე პატრიარქთან ერთად მოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხებათ მონაწილეებს ღონისძიებაში სხვა ანსამბლებთან ერთად ასევე მონაწილეობას იღებენ ანსამბლი ბასიანი, სუხიშვილები და ერისიონი. საღამოზე შესრულდება საუკეთესო ნიმუშები ქართული ფოლკლორიდან, ასევე საგალობლები და პატრიარქის ნაწარმოებები. ეს მისი უწმინდესობის საიუბილეო საღამოა. 80 წლის შესრულდა მისი უწმინდესობა. საქართველოს ამ დღესთან დაკავშირებით სტუმრობს მსოფლიო პატრიარქი. აქ არის სერბეთის და ბულგარეთის ეკლესიების წინამძღვარები. არის ძალიან ამაღლებული განწყობა. მე მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ მის უწმინდესობას დაბადების დღე და აღსაყდრებიდან 35 წლის თავი ძალიან დიდხანს სიცოცხლე მინდა უსურვო. ძალიან დიდხანს მისი ლოცვა არ მოგუშალოს უკვე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 80 დაბადებიდან 80 წლისა და აღსაყდრებიდან 35 წლის თავის აღსანიშნავად საიუბილეო საღამოს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის დარიგდება პატრიარქის ეპისტოლეების საიუბილეო გამოცემა, სადაც 1978-2010 წლების პატრიარქის ყველა საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეებია თავმოყრილი. მადლობა გვანცა. ფილარმონიიდან გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვაში ვიზიტი დაასრულა. ვილნიუსში მაია ფანჯიკიძემ რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ლიტვალ კოლეგასთან. ლიტვიდან ქართველი დიპლომატი უკვე ლატვიაში უნდა გაემგზავროს. რა თემები განიხილა ქართულმა მინისტრმა ორდღიანი ვიზიტის დროს? ნოდარ ჩოჩუა დეტალებით ვილნიუსიდან. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საგარეო საქმეთა მინისტრის ლიტვაში ვიზიტის ბოლო შეხვედრა. მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ლიტვის პრეზიდენტთან, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პირთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეხვედრის ძირითადი თემები იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოსა და ლიტვას შორის. დღესვე მაია ფანჯიკიძემ სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც გამართა. კერძოდ შეხვედრები ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან და ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლებიც ოპოზიციიდან ხელისუფლებაში ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ და რადიკალური ცვლილება მოხდა. სწორედ პოლიტიკური გარემოსა ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით და გვქონდა მთავარი შეკითხვა. შეიძლებოდა თუ არა ხელისუფლების შესვლასთან ერთად ურთიერთობების საქართველოსთან მიმართებაში და ამ კითხვით ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ახლად არჩეული პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს მიმართეთ, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია მეცხრე-ს მისცა. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა და ახალი პარლამენტი. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იცვლება ჩვენთან ვითარება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ იცვლება. მემარცხენეები იქნებიან მთავრობაში თუ მემარჯვენეები, ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებით პრიორიტეტები იგივე რჩება. ასევე უცვლელია ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან. საქართველოსთან ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე ვიყავი საქართველოში 2005 წელს და ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი. საქართველო ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყნად მიმაჩნია და საკმაოდ კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. გვინდა რომ სამომავლოდაც განვაგრძოთ მეგობრობა და ყოველთვის სიხარულით შევხვდებით საქართველოსთან ჩამოსულ სტუმრებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს პრეზიდენტი იქნება, მთავრობის რომელიმე წევრი თუ რიგითი მოქალაქე. დღესვე ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ლიტვას საქართველოს შორის და დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პრიორიტეტები, რაც ერთობლივად გააძლიერებს მუშაობას ორი ქვეყანა და მათში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სწორედ საქართველოს ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობა და ასევე აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლიტვა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამას გადამწყვეტი სიტყვა აქვს. დღეს მემორანდუმზე ხელი საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს. მემორანდუმზე ხელის მოწერას წინ უძღოდა ასევე ორმხრივი შეხვედრა ქართულ და ლიტვურ დელეგაციებს შორის. უკვე მრავალი წელია ჩვენთვის საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორია. საკმაოდ დიდი დრო და რესურსი დაუთმეთ საქართველოსთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს. ეს არის მნიშვნელოვანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ინტერესი და ქვეყნის შიდა პოლიტიკური მდგომარეობით არსებობს შეკითხვები, რომელზედაც ძალიან კარგია, რომ შემიძლია პასუხის გაცემა. და ისევე როგორც გუშინ მე ვეცადე რომ ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა მისთვის. მე ვფიქრობ ჩვენი პარტნიორები გაგებიდებიან იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და ჩვენ რასაკვირველია ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი, რომლის დამთავრებისას შეიძლება გაკეთდეს შეფასებები იმის შესახებ, თუ როგორ გაართვა თავი ახალმა ხელისუფლებამ ამ თანაცხოვრების პრობლემას. ასეთი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლიტვაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში, თუმცა ვიზიტის დასასრულს მაია ფანჯიკიძემ მონაწილეობა მიიღო არაოფიციალურ ვახშამში, რომელიც სნოუ მიტინგის სახელით არის ცნობილი და რომელიც ლიტვაში უკვე ტრადიციაა და იგი მე-6-ით იმართება, თუმცა საქართველოს ამ შეხვედრაში მონაწილეობას პირველად იღებს და შეხვედრაზე გარდა ლიტვის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისა მონაწილეობას იღებენ ასევე მსოფლიოს დიდი ქვეყნის პოლიტიკოსები და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. დღევანდელ შეხვედრას ასევე ექსპერტებიც ესწრებოდნენ და ძირითადი თემა იყო სწორედ სამშვიდობო პოლიტიკა კავკასიის რეგიონში. მაია ფანჯიკიძე კი მიწვეული იყო დღევანდელ შეხვედრაზე როგორც სპეციალური სტუმრის სტატუსით და სწორედ მან გახსნა დღევანდელი შეხვედრაც. ამით მთავრდება უკვე ლიტვის ვიზიტები და მაია ფანჯიკიძე განაგზობს უკვე ვიზიტს ლატვიაში, სადაც საკმაოდ მაღალი და წარმომადგენლობითი შეხვედრები ექნება მაღალი თანამდებობის პირებთან, ხოლო ლატვიაში ვიზიტის შემდეგ უკვე მაია ფანჯიკიძე ჩეხეთს, კერძოდ კი პრაღას ეწვევა.
ნოდარ-ჩაჩუა საუბრობდა ლიტვიდან. ახალი დეტალებით საკავშირის ქონების გასხვისების საქმეში გაერთიანების ყოფილი თავმჯდომარის ოჯახი და ადვოკატი დუმნელს არღვევენ და იმ უკანონო სქემაზე საუბრობენ, რომლითაც თავისუფლების მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა გაიყიდა. საქმეში ფიგურირებს თავდაცვის ექს-მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი. ამ დრომდე პატიმრობაში მყოფი ვალერი გაბელიას ოჯახი დღეს ღიად ამბობს, რომ 7 წლის წინ საკავშირის ყოფილი ხელმძღვანელი ციხეში პოლიტიკური მოტივით მოხვდა. დღისით მზისით კომიტეტ სადაც არის საკავშირის შენობა ქალაქის ცენტრში ადამიანი გაიტაცეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მეცხრე არხის მიერ საკავშირის შესახებ მომზადებული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გერმანიიდან კოოპერაციის ყოფილი თავმჯდომარის ვალერი გაბელიას ქალიშვილი დაგვიკავშირდა. თინათინ გაბელიას განცხადებით 2006 წელს მამამისის უკანონო დაკავება და გასამართლება სწორედ საკავშირის კუთვნილი ქონების გასხვისებას უკავშირდებოდა. ამბობს, რომ ვალერი გაბელიას ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს. საკავშირის ქონება უნდა გაიყიდოს, შენობაც უნდა გაიყიდოს და ამას ეს უკვე გადაწყვეტილია და ამას არ უნდა შეუშალოს მამამ ხელი. და რაღაცა მატერიალური ფინანსური შესთავაზეს მასზე აქ არ იყო 1000-ზე ლაპარაკი, აქ ძალიან დიდ სახაზე იყო ლაპარაკი. კეზერაშვილის ხალხის მხრიდან ხდებოდა რაღაცების შეთავაზება და რადგან ამან უარი თქვა და გახდა საფუძველი დაპირისპირებისა, რაც შემდგომში გადაიზარდა, ასე ვთქვათ, მის დაკავებაში ფორმულად შეთითხმული ბრალდები და სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ის შეთითხმული ბრალდებით იყო დაკავებული, მოხდა ხელოვნურად კრების მოწვევა, გადაყენება, როგორც ხდება ხოლმე, როგორც იკერებოდა საქმეები. საკავშირის ადმინისტრაციული შენობა 2006 წელს გასხვისდა და ახალმფლობელად კომპანია GRDC დასახელდა. კომპანია შენობის რესტავრაციისთვის 50 მილიონამდე დოლარის დახარჯვას და რეკონსტრუქციის რამდენიმე წელიწადში დასრულებას გეგმავდა. თუმცა 2010 წლიდან სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ეს იყო რაღაცა აბსურდის თეატრი. ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ გაბელიას გადაცემა და შემდეგ დაკავება სწორედ ამ შენობის გასხვისებაზე უარს მოჰყვა. თაღლითობის ბრალდებით მეორედ დაკავებული გაბელია დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკური პატიმრების იმ სიაშია, რომელიც პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს. ეს არის ვებერთელა აფიორა. დაგვიბრუნეთ საკავშირის წართმეული ქონება. აქცია მოწოდებით თავისუფლების მოედანზე საკავშირის სარესტავრაციო შენობის წინ გაიმართა. რამდენიმე ათეული კოოპერაციის წევრი პრეზიდენტისგან ქონების დაბრუნებას, ხოლო პრემიერ-მინისტრისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა. იყო ზეწოლა, დაშინება, მოიწვიეს საკავშირის გამგეობის საბჭოს კრება და ხელისუფლების ზეწოლას ვერ აღუდგა. ანდა აწყობდათ კიდეც ძალიან ზოგიერთ ხელმძღვანელ მუშაკს, რომ წასულიყო ამ გარიგებაზე. საკავშირის მეპაიებმა მათი ქონების უკანონო გასხვისების ფაქტზე საგამოძიებო ორგანოებს უკვე მიმართეს. საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პროკურატურისთვის მიმართვას საკავშირის ყოფილი თავმჯდომარეც გეგმავს. პროკურატურა შესაძლოა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიით დაინტერესდეს. ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია საჩივარს ამზადებს. ასოციაცია იმ უკანონო სქემაზე საუბრობს, რომლითაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბილაინის სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ბრალდებას უპასუხოდ ტოვებს. მის ნაცვლად ახსნა-განმარტებებს მარეგულირებელი კომისია აკეთებს. არსებობდა თუ არა კორუფციული გარიგება სახელმწიფო უწყებასა და ბილაინს შორის. თემაზე დღეს ბექა ბარამიძე მუშაობდა. კომუნიკაციის რეგულირების წესებით შესაძლოა საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს. პროკურატურას მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას ახალგაზრდა ფინანსისტების თხოვენ. საქმე ეხება მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ბილაინის სასარგებლოდ ჯეოსელისა და მაგთის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას. ირკვევა, რომ 2 წლის განმავლობაში ბილაინის ქსელში ჩართვისთვის მაგთისა და ჯეოსელს თითოეულ წუთზე 14.8 თეთრი უნდა გადაეხადა. მაშინ როცა იგივე მომსახურებისთვის ამ კომპანიებს ბილაინი 8 თეთრს ურიცხავდა. ურთიერთჩართვის ტარიფი ამ კომპანიებს შორის 2012 წლიდან დღემდე 3 თეთრით განსხვავდება. ბილაინს კავშირგაბმულობის ბაზარზე ისევ პრივილეგია აქვს. რამდენად ქონდა კორუფციულ გარიგებას და კორუფციულ სქემას ადგილი, ამის თქმა ჩვენთვის ძალიან ძნელია და სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრიფინგით მივმართეთ პროკურატურას და თუ საჭირო იქნა ოფიციალური წერილითაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ ქონდა ადგილი მართლაც კორუფციულ გარიგებას, რა თქმა უნდა, ამისთვის პასუხი უნდა აგოს ნებისმიერ მხარემ, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ გარიგებაში, თუ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ გარიგებას ქონდა ადგილი. 3 წლის წინ კომისიის გადაწყვეტილების მოტივად ბილაინის როგორც ბაზრის ახალი მოთამაშისთვის გათვალისწინებული შეღავათები დასახელდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ბაზრის 15%-იანი წილი მოიპოვა, კანონით მარეგულირებელ 3 კონკურენტი ოპერატორისთვის ურთიერთჩართვის იდენტური ტარიფი უნდა დაედგინა. კომისიამ კი ბილაინს ისევ შეღავათი მისცა.
ბაზარზე წილობრივი გადანაწილება ამ სამ კომპანიას შორის იმდენად განსხვავებულია, რომ ბილაინი ჯერჯერობით მაინც შედარებით პატარა კომპანიად რჩება. შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ეს მონაცემები და განსხვავებული ტარიფი დაუწესა კომპანია ბილაინს. კითხვას განვითარდა თუ არა სასათბურე პირობებში ბილაინი არ პასუხობს. კომპანიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რეგულირების ნორმებს ექვემდებარებიან. საპირისპიროს ამტკიცებენ კონკურენტი კომპანიები. მაგთიკომს მარეგულირებელ კომისიასთან ამ საკითხზე დღემდე სასამართლო დავა აქვს. 2011 წლიდან მაგთიკომმა არაერთხელ მიმართა კომისიას მოთხოვნით, რომ ჩაეტარებინა კვლევა მობილური ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით. კომისიის რეაგირება მოხდა მხოლოდ 2012 წლის 1 თებერვალს, როდესაც მარეგულირებელმა მობიტელის ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფი 11 თეთრის ოდენობით დაადგინა. მაგთიკომმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის წესებული ზღვრული ტარიფი არ უნდა ყოფილიყო განსხვავებული. მარეგულირებელი კომისიის მიდგომა, რომ ბილაინს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ჯეოსელიც ადასტურებს. მეცხრე არხის შეკითხვაზე ჯეოსელის წერილობით პასუხობს, რომ კანონი კომუნიკაციის რეგულირების შესახებ ამ ტიპის სატარიფო სხვაობებს არ ითვალისწინებს. თუ ოპერატორი მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, მასზე ასევე ცალსახად უნდა გავრცელდეს ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფის ვალდებულება. მსოფლიო პრაქტიკა მაჩვენა, რომ ასიმეტრიული ურთიერთჩართვის ტარიფები ქმნის არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოს, რაც საზიანოა როგორც ოპერატორებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. უცნობია დაინტერესდება თუ არა პროკურატურა მობილურ სატელეფონო საუბრებზე ურთიერთჩართვის ტარიფების სხვაობით მიღებული შემოსავლების კანონიერებით. ორი კომპანიის მიერ ბილაინის კანონდარღვევით სუბსიდირების კვლევის მასალებს ახალგაზრდა ფინანსისტები გამოძიებას მალევე მიაწვდიან. გამოშვების დასრულებისთანავე თქვენ ეკაბერიძის მთავარი კითხვა გელით, ვინ იქნებიან გადაცემის სტუმრები, ამას ეკა თავად გაგვაცნობს ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. რა მოლაპარაკებაზე საუბრობს რიჩარდ ნორლანდი ხელისუფლებასა და პრეზიდენტ შორის? მთავარ კითხვას დღეს დავით ბერძენიშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში არჩევნების შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე ირაკლი კაკაბაძესთან ვისაუბრებთ. გმადლობთ ეკაბერიძემ გაგვაცნო მთავარი კითხვის ანონსი. ასეთი იყო დღის მთავარი თემები საღამოს 9 საათისთვის. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური მუშაობას ღამის 12 საათზე განაახლებს. მე ორშაბათამდე გადავწყვეტ.